გუშინ ჩვენ ვიხილეთ დესტრუქციული ქმედება ეგრეთ წოდებული ჩვენი მოკავშირეებისგან, როდესაც ევროპარლამენტში გამოდიოდა სალომე ზურაბაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ იქ უმრავლესობა არ ესწრებოდა, მაგრამ ის უმცირესობა, რომელიც ესწრებოდა სალომე ზურაბაშვილის გამოსვლას, ოვაციების შეხვდნენ მას და ფაქტიურად პროვოკაციული განცხადებები გააკეთეს და ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონ სალომე ზურაბაშვილის კვლავ მოიხსენიებენ როგორც პრეზიდენტს და არ მოიხსენებენ როგორც ექს-პრეზიდენტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალბატონი ზურაბაშვილის მოხსენიება პრეზიდენტად ეს უკვე არის მათი დამოკიდებულება, რომ ისინი არიან ჩვენი მტრები და რატო ეხლავე ყველაფერს აგიხსნით. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის, რომ სალომე ზურაბაშვილზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ, უნდა მაშინ ჩვენ პერიპეტიები უნდა გავიხსნოთ, რომ ეს ქალბატონი როგორ იქცა საქართველოს პრეზიდენტს, საერთოდ ვინ იყო და როგორ მოვიდა აქამდე. თუ ჩვენ რეიტინგულად გავიხსენებთ ამ ყოველივეს, სალომე ზურაბაშვილი იყო პოლიტიკოსი, რომელსაც ჰქონდა პარტია საქართველოს გზა. აი ამ საქართველოს გზამ, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. და ძალიან მცირე 1%-იც კი არა იყო. ძალიან მცირე მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა შემდეგ, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს ქალბატონი უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი, მთელი თავისი რესურსი ჩადო და აი ამ ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა, გახადა ეს ქალბატონი საქართველოს პრეზიდენტმა. ხოლო თელმა ქართული ოცნების მხარდამჭერებმა, რომლებიც დღეს ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან, ხმა ესე ვთქვათ, მიუეცით აი ამ ქალბატონს. იმის საპირწონეთ, რომ ეს ქალბატონი იქნებოდა მართლაც და ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს წარმოაჩენდა საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო ტრიბუნას გამოიყენებდა იმისთვის, რომ როგორმე საქართველოსთვის მეტი სიკეთე, მეტი ხეირი მოეტანა, ესე რომ ვთქვათ. თუმცა მისი პრეზიდენტობის დროს თუ გადავხედავთ, ჩვენ გაგვახსენდება მისი საერთაშორისო ტრიბუნა გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ. გაგვახსენდება საერთაშორისო ტრიბუნების, საერთაშორისო შეხვედრების საქართველოს წინააღმდეგ და ჩვენ წინააღმდეგ ვინც ეს ადამიანი აირჩია. სამწუხაროა, მაგრამ სალომე ზურაბაშვილმა როგორც პრეზიდენტმა ვერ ივარგა და მან გამოამჟღავნა ის ქვენაგრძნობები, რაც მას ამოძრავებდა, რომ ესე იგი გამოვიდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შევიდა ნდობაში, მისი პატრონები აქამდე რომლებიც იყვნენ, როგორც ჩანს, მათთან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა, როგორც ფინანსური, მატერიალური, არამატერიალური, მორალური და ასე შემდეგ, ვერ გადაძლია, მოკლედ, სახელმწიფოს სიყვარულმა და მაინც აგენტური საქმიანობა დაიწყო. ჯერ პირველი აგენტური საქმიანობა დაიწყო იმით, რომ როდესაც მიღებული იქნა მთელი რიგი კანონები, მათ შორის ოჯახის დაცვის კანონი, თუ მოგეხსენებათ, რომ სალომე ზურაბაშვილმა თუ როგორი განცხადება გააკეთა. შემდეგ ეგრეთ წოდებული არასამთავრობოების ლუსტრაციის კანონი, როდესაც იქნა მიღებული, მოგეხსენებათ სალომე ზურაბაშვილის რეაქცია რა იყო. შემდეგ ის შეხვედრები, რომლებიც არ იყო დაგეგმილი, ბრიუსელი იქნებოდა, სხვადასხვა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის მასშტაბით მოიცავდა, აი სწორედაც სალომე ზურაბაშვილი თავისი თვითნებობით უკვე ხვდებოდა ისე, რომ მთავრობასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა და ის მხოლოდ ანგარიშვალდებული იყო თავიანთ პატრონებთან. და ამით ყველაფერს, ესე ვთქვათ, ცდილობდა, რომ დაეპირისპირებინა საზოგადოება და ორად გაეხლიჩა. და ფაქტიურად სალომე ზურაბაშვილმა ეს გააკეთა. ეს გააკეთა და დღესაც, როდესაც ჩვენ უყურებთ სალომე ზურაბაშვილის გამოსვლებს, ხომ? ის თავს იწონებს ამ ყოველივეთი. ის თავს იწონებს მაგალითად იმით, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყო, რომელსაც მთელი რიგი იმპიჩმენტი გამოუცხადა როგორც პარლამენტმა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ
თავიანთი გადაწყვეტილებებით, მაგრამ ეს ქალბატონი თავს იწონებს და იძახის, რომ ხალხის გვერდით დგას. თუმცა თუ ჩვენ ამ ყოველივე შევაფასებთ, ის ხალხის გვერდით არ დგას. ის დგას კონკრეტული პატრონების გვერდით და კონკრეტული პატრონების ესე ვთქვათ ნაბრძანებს ასრულებს და მათი პატრონების ერთ-ერთი და მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, ან ეს იქნება რევოლუციის გზით, თუ ეს იქნება პუტჩის გზით. და ამისთვის ქალბატონი სალომე ყველაფერს აკეთებს. ამისთვის ქალბატონი სალომე მიდის აქციაზე და თამაშობს გრინჩის როლს, არაძლევს მაგალითად კახი კალაძეს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვები გაახაროს, აანთოს ნაძვისხე და თვითონ მივარდება ხოლმე და არ უნდა რომ იქ რაღაცა მშვიდობის როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყნებშია რომ პრეზიდენტიც მიდის და ერთად მთავრობა დგას და ნაძვისხეს აანთებენ და ეს ცერემონიები ერთად ხდება, პირიქით ის ქალბატონი მოწოდებულია რომ მთელი რიგი დესტრუქციული ნაბიჯები გადადგას. ასევე მიდის იქ პოლიციასთან და ეჩხუბება რომ ისინი თურმე ხალხის მხარეს არ არიან და თურმე თვითონ არის ხალხის მხარეს და ეს ყოველივე კარგად დაგეგმილი იყო, ეს ქალბატონი იყო კარგად შეფუთული. ეგრეთ წოდებული ჩვენი პარტნიორების მიერ და ამ ქალბატონის მეშვეობით ყოველ შემთხვევაში დასავლეთი მაქსიმალურად ეცადა რომ შეექმნათ ლიდერი, მაგრამ ძალიან კარგია რომ მათ ერთი რამე გამორჩათ, რომ ეს ქალბატონი არასდროს არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში რეიტინგული, ჯერ კიდევ მიშას დროს თუნდაც მოიყვანა მიხეილ სააკაშვილმა და დასვა და იმასაც უღალატა. მოგეხსენებათ. და ეხლაც ანალოგიურად მას ხალხი არ აყვა. როდესაც ის გამოვიდა და მოწოდებები იყო რომ ეს ხელისუფლება კურსი შეცვალა და წინა საარჩევნო თუ როგორ ეხმარებოდა ოპოზიციას კარდაკარ დადიოდა რომ როგორმე დაეჯერებინა მოსახლეობა რომ არ უნდა ირჩიათ ეს ხელისუფლება და უნდა ირჩიათ ნაციონალური მოძრაობა, ნუ გვარამია და ხაზარაძე და სხვები. თუმცა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მისი წარსული, მისი აწყო და რა თქმა უნდა მისი მომავალი, რომ ის ვერ იყო, ანუ არ იყო შემდგარი პოლიტიკოსი და ვერც იქნება, იმიტომ რომ მისი ყოველივე ნაბიჯი იყო მოღალატეობრივი. კი ბატონო, მე მესმის და მე მოღალატეობას სხვადასხვა ქართველ ადამიანს არ უყვარს, როდესაც ღალატობ შენს პრინციპებს